ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, რომ მეცნიერებს პასუხი ყველა კითხვაზე აქვთ, თუმცა არსებობს ისეთი საკითხები, რომლის ლოგიკურად ახსნაც უბრალოდ შეუძლებელია. ამ ეპიზოდში იმ აღმოჩენების შესახებ მოგიყვებით, რომელთა წარმომავლობისა და დანიშნულების დადგენა მეცნიერებს არ შეუძლიათ. როდესაც რომაულ დოდეკაედრებს პირველად დაინახავთ, შეიძლება იფიქროთ, რომ ისინი უბრალოდ უცნაური დეკორატიული ობიექტებია, თუმცა რეალობა ბევრად საინტერესოა. ეს მცირე ზომის ლითონისგან დამზადებული ნივთები ჩვენი წელთაღრიცხვით დაახლოებით მე-3 საუკუნეში შეიქმნა. მსგავსი ობიექტები უამრავ ქვეყანაში აღმოჩენილი, მათ შორის საფრანგეთში, ბელგიასა და დიდ ბრიტანეთში. მე-18 საუკუნეში არქეოლოგებმა 100-ზე მეტი ასეთი ობიექტი აღმოაჩინეს. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ ამ ობიექტების დანიშნულება არავინ იცის. არც ერთ ისტორიულ წყაროში დოდეკაედრების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ეს ნივთები სასოფლო-სამეურნეო საქმეში გამოიყენებოდა, თუმცა ეს თეორია დადასტურებული არაა. გამოდის, რომ ჩვენ გვაქვს ათობით იდენტური ობიექტი, რომელთა რეალური დანიშნულებაც არავინ იცის. იდუმალებით მოცულ აღმოჩენებს შორის ვოინიჩის ხელნაწერები ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ეს მხოლოდ უძველესი წიგნი არაა, ეს არის ტექსტი, რომლის წაკითხვაც ვერავინ შეძლო. წიგნი მე-20 საუკუნის დასაწყისში ანტიკვარმა ვილფრიდ ვოინიჩმა აღმოაჩინა. მას შემდეგ ის მეცნიერებისთვის, კრიპტოგრაფებისა და ლინგვისტებისთვის ნამდვილ თავსატეხად იქცა. კვლევებმა აჩვენა, რომ წიგნი დაახლოებით მე-15 საუკუნეშია დაწერილი, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ენა, რომელზეც ის არის დაწერილი, არც ერთ ცნობილ ენას არ ჰგავს. უცნაურ და ამოუხსნელ ტექსტთან ერთად წიგნი ილუსტრაციებსაც შეიცავს, უცნობ მცენარეებს, ზოდიაქოს სქემებს, გაუგებარ დიაგრამებსა და სხვა იდუმალ ილუსტრაციებს წიგნში ხშირად ნახავთ. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ტექსტი სიმბოლოების შემთხვევით იკრებული არაა, ის გარკვეულ კანონზომიერებას მიჰყვება, ასე რომ ან ეს ენა რეალურია, ან საქმე წარმოუდგენელ მისტიფიკაციასთან გვაქვს, მაგრამ თუ ეს უბრალოდ სიყალბეა, საინტერესოა, ვის შეეძლო მე-15 საუკუნეში მსგავსი დახვეწილი სისტემის შექმნა და რაც მთავარია, რა იყო მისი შექმნის მიზანი. ამ კითხვებზე პასუხი კვლავ არ არსებობს. ამიტომაც რჩება ეს წიგნი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ არტეფაქტად. ჩინეთის ერთ-ერთ შორეულ რეგიონში მდებარეობს გამოქვაბული, რომელიც მეცნიერებში უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს. ეს ადგილი 1994 წელს აღმოაჩინეს. დეტალური ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ მისი ასაკი 2-დან 3000 წლამდეა. ანუ ის პირველი ჩინური დინასტიების აღზევებამდე დიდი ხნით ადრე შეიქმნა და აქ იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილიც. ასეთი რამის აშენება იმ დროისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რადგანაც ეს ადგილი არ აკლდეში გამოკვეთილ პატარა გამოქვაბულს, არამედ იდეალურად დამუშავებულ უზარმაზარ სივრცეს წარმოადგენს. გამოქვაბულის ზედაპირი ისე გამოიყურება, თითქოს ის ზუსტი საინჟინრო გამოთვლების შედეგად იყოს შექმნილი. ასეთი ნაგებობის შესაქმნელად ათასობით ადამიანი იქნებოდა საჭირო, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში შეუჩერებლად უნდა ემუშაოთ, მაგრამ არის კიდევ ერთი პრობლემა. იმ დროს სათანადო განათება უბრალოდ არ არსებობდა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს მუშაობა თითქმის სრულ სიბნელეში უწევდათ და ყველაზე უცნაური ისაა, რომ ამ გამოქვაბულის შესახებ ისტორიულ წყაროებში ჩანაწერები არ არსებობს. ანუ გამოდის, რომ გამოქვაბული ისტორიკოსებისთვის სრულიად უცნობმა ცივილიზაციამ შექმნა. 2011 წელს ოკეანიქსის კვლევითი ჯგუფი ბალტიის ზღვის ფსკერის შესასწავლ რუტინულ ექსპედიციას ატარებდა. ერთ მომენტში მათ ისეთი რამ აღმოაჩინეს, რაც ყველა დანარჩენი ობიექტისგან საკმაოდ გამოირჩეოდა. ზღვის ფსკერზე უჩვეულო ფორმის ობიექტი ჩანდა. ის არც ჩაძირულ გემს ჰგავდა და არც უბრალო ბუნებრივ წარმონაქმნს. ფორმა თითქმის იდეალურად მრგვალი იყო. წინასწარი შეფასებით, მისი ასაკი დაახლოებით 14000 წელია. მისი ფორმა სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმებში ნაჩვენები კოსმოსური ხომალდების ფორმას ჰგავს. კიდევ უფრო უჩვეულო კი ისაა, რომ ობიექტს უცნაური, ბილიკის მსგავსი კვალი მიჰყვება. ამ კვალის სიგრძე დაახლოებით 300 მეტრია. რა შეიძლება იყოს ეს ობიექტი? ბუნებრივი ანომალია, უძველესი ნაგებობის ნაშთები თუ უბრალოდ უჩვეულო ბუნებრივი წარმონაქმნი? ამ კითხვებზე მეცნიერებს პასუხები არ აქვთ. როდესაც ინტელექტზე ვსაუბრობთ, ავტომატურად რთულ ნერვულ სისტემას წარმოვიდგენთ, მაგრამ ბუნებაში არსებობენ ორგანიზმები, რომლებიც ამ ლოგიკას სრულიად ეწინააღმდეგებიან. ამ ყვითელ ლორწოს მსგავს ორგანიზმებს ინტელექტის ნიშნები არ აქვთ, მაგრამ როგორც კი მათ ქცევას დააკვირდებით, სურათი მკვეთრად იცვლება. მათ საკვების წყაროსკენ უმოკლესი გზის პოვნა და ამ მარშრუტის დამახსოვრებაც კი შეუძლიათ. ისინი დაბრკოლებებს მარტივად უმკლავდებიან და ლაბირინთებიდან გამოსასვლელი გზის პოვნაც კი შეუძლიათ. და ეს ყველაფერი ტვინის გარეშე, როდესაც ეს ორგანიზმი საკვებს აღმოაჩენს, ის ქიმიურ კვალს ტოვებს, რომელსაც შემდეგ ნავიგაციისთვის იყენებს. დროთა განმავლობაში ის საკუთარ მარშრუტს ოპტიმიზაციას უკეთებს. თითქოს ის მის გარშემო არსებულ სივრცეს აანალიზებს. არსებითად, ეს ორგანიზმი ასრულებს იმას,
რასაც ჩვენ გადაწყვეტილებების მიღებას უწოდებთ, მაგრამ როგორ არის ეს შესაძლებელი? მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ქცევა რთული ბიოქიმიური პროცესების შედეგია, თუმცა ეს მექანიზმი ბოლომდე ჯერ კიდევ არაა შესწავლილი. ეს ყველაფერი კი უცნაურ პარადოქსს ქმნის. ნერვული სისტემის გარეშე არსება ავლენს ქცევას, რომელსაც ჩვენ როგორც წესი ინტელექტის ნიშნად მივიჩნევთ. 1977 წლის 2 აგვისტოს ასტრონომებმა მიიღეს სიგნალი, რომელიც მომენტალურად ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საიდუმლოდ იქცა. ის ოჰაიოში მდებარე რადიოტელესკოპმა დააფიქსირა. სიგნალი მხოლოდ 72 წამს გაგრძელდა, მაგრამ ამ მოკლე დროში ის 10-ჯერ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ფონური გამოსხივება. ასტრონომმა ჯერი ეჰმანმა მონაცემების გაანალიზებისას სიგნალი დაბეჭდილ ფურცელზე შემოხაზა და მის გვერდით სიტყვა ვაუ დაწერა. ამ მოვლენას მოგვიანებით ვაუ სიგნალი ეწოდა. მკვლევარებმა წყაროს დადგენა მალევე სცადეს. გამოთვლების თანახმად, სიგნალი შესაძლოა იმ რეგიონიდან მოსულიყო, რომელიც დედამიწიდან 17000 სინათლის წელზე მეტი მანძილითაა დაშორებული. ამ ამბავში ყველაზე უცნაური ის არის, რომ სიგნალი ამ შემთხვევის შემდეგ აღარ განმეორებულა. მე-19 საუკუნეში ნიუ-ჰემფშირის ტერიტორიაზე უცნაური ქვა აღმოაჩინეს. ქვაში რამდენიმე იდეალური ხვრელი იყო გაკეთებული. თითოეული მათგანი გასაოცარი სიზუსტით იყო შესრულებული. ხვრელები იმდენად სუსტი იყო, რომ მსგავსი რამის გაკეთება თანამედროვე ხელსაწყოებისთვისაც კი რთული იქნება. რამდენიმე კვლევის თანახმად, ქვა იმ პერიოდით თარიღდება, როდესაც ასეთი ტექნოლოგიები უბრალოდ არ არსებობდა. ეს ნიშნავს, რომ ან დათარიღება არასწორია, ან უძველეს ადამიანებს ჰქონდათ ტექნოლოგიები, რომელთა შესახებაც ჩვენ არაფერი ვიცით. რა თქმა უნდა, არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც ეს არტეფაქტი უბრალოდ ფალსიფიკაციაა, მაგრამ თუ ასეა, რატომ არის შეუძლებელი მისი ზუსტი წარმოშობის დადგენა? და მაშინაც კი, თუქვის რეალურ ასაკს დავადგენთ, ის მთავარ კითხვას მაინც ვერ უპასუხებს. როდის და როგორ გაჩნდა მასში ეს იდეალური ფორმის ხვრელები? 2013 წელს კანადაში უჩვეულო არტეფაქტი აღმოაჩინეს ქვის ზედაპირი გამოსახულებებით, მათ შორის ზოდიაქოს ნიშნებითა და ასტროლოგიური სიმბოლოებით იყო დაფარული. საინტერესოა, რომ ქვა ზედაპირის სიახლოვეს იქნა აღმოჩენილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის შესაძლოა ვიღაცას გამიზნულად დაემალა. მკვლევარები თვლიან, რომ ქვაზე გამოსახული სიმბოლოები შემთხვევით არ არის განლაგებული. ისინი სპეციფიკურ სისტემას ქმნიან. ითვლება, რომ ეს არტეფაქტი შეიძლება უძველესი მზის საათი ან დროის საზომი მოწყობილობა ყოფილიყო. ცენტრალური წრეები და ხაზები შესაძლოა მზის მოძრაობაზე ან სეზონების ცვლილებაზე მიუთითებდეს, მაგრამ როგორც სამსიაში არსებული არტეფაქტების შემთხვევაში ხდება ხოლმე, ამ ქვის შესახებაც არც ერთი თეორია ზუსტ პასუხს არ იძლევა. არქეოლოგებმა იაპონიაში აღმოაჩინეს ათასობით თიხის ფიგურა, რომლებიც დოგუს სახელითაა ცნობილი. დღემდე დაახლოებით 18000 ფიგურა აღმოჩენილი და თითქმის ყველა მათგანი უცნაურად გამოიყურება. არაპროპორციული სხეული, დიდი თვალები და უჩვეულო ფორმები ტიპური ადამიანის ფორმისგან საკმაოდ განსხვავებულია. ამ ფიგურების ასაკი რამდენიმე ათასი წელია და ისინი კარგად განვითარებული ცივილიზაციების ჩამოყალიბებამდე დიდი ხნით ადრე შეიქმნა. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ფიგურები რიტუალურ ობიექტებს წარმოადგენენ, თუმცა არსებობს ალტერნატიული ჰიპოთეზებიც. ზოგიერთი თვლის, რომ ფიგურები გამოსახავენ არა ადამიანებს, არამედ იმ არსებებს, რომლებიც პლანეტას დიდი ხნის წინ ესტუმრნენ. რა თქმა უნდა, ეს სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდან მომდინარე თეორიას უფრო ჰგავს ვიდრე რეალობას. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამ აღმოჩენების ასაკის გამო მათერიალური დანიშნულების დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომაც დოგუს ქანდაკებები უძველესი ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ობიექტად რჩება. თითოეული ეს აღმოჩენა გვახსენებს, რომ ამ სამყაროში უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს და შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენები კაცობრიობას ჯერ კიდევ წინ ჰქონდეს. ამ არტეფაქტებიდან რომელი მიგაჩნიათ ყველაზე საინტერესოდ? დაწერეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში. ხოლო თუ მოგეწონათ ვიდეო, ისი დალაიქება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, რადგანაც თქვენი აქტიურობა არხის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.